ჰიდრორესურსებზე მომუშავე კომპანიების ნაწილი CFD-ის მესამე აუქციონის ჩატარებას ითხოვს, თუმცა შეცვლილი პირობებით ამბობენ, რომ მეორე აუქციონი დადგენილი ტარიფები, რომელიც პირდაპირ კონტრაქტებზეც გავრცელდა, განსაკუთრებით ჰიდრონაწილში მიმზიდველი არ არის და დარგ საინვესტიციო საინტერესოს არ ხდის, რომლის მაგალითიც PPA-ზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე შესული განაცხადების სიმცირეა. რამდენად გაამართლა CFD მექანიზმის პირდაპირ კონტრაქტების ჩანაცვლებამ, რა სირთულეები აქვთ პოტენციურ ინვესტორებს და რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ანუკა ჯოხაძე გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანუკა, შუა დამშვიდობის გისმით. მეკა, როგორც ცნობილია, CFD აუქციონები, რომელიც დარგის სტიმულირების მექანიზმი იყო და 2022 წელს ამოქმედა პირდაპირ კონტრაქტებით ჩანაცვლდა ენერგოპროექტებზე კი PPA სარგებლობის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა. ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰიდროპროექტებზე ინტერესი არც თუ ისე მაღალი იყო, რასაც დადგენილი მედიანური ტარიფის სიმცირეს უკავშირებენ. როგორც ცნობილია, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტრო სადგურებისთვის მეორე CFD აუქციონი დადგენილი ტარიფი 6.5 ცენტია, ქარიზე ელექტროსადგურების შემთხვევაში 6 ცენტი, ხოლო მზისთვის 5.6 ცენტი. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებელია, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს 2 მეგავატამდე და 2 მეგავატზე დიდი მოცულობის სადგურების გამიჯვნა. მეორე აუქციონში ხო, სადაც დაბალი ტარიფი დაჯდა ჰიდროს ნაწილში, მოდინების ნაწილში, გვახსოვს რომ მანდ 2 მეგავატამდე სადგურებიც იყო, ასე ვთქვათ, შესული და 2 მეგავატამდე სადგურები და 2 მეგავატ ზემოთ სადგურები ერთ კალათაში, ასე ვთქვათ, ერთი ტარიფით გებოდა ამათაც არასწორი იყო. არასწორი იყო რატომ? იმიტომ რომ ეს პატარა სადგურებს რომელსაც აი მაგალითად მიერთების გადასახადი თუ 2 მეგავატზე ზემოთ ხარ არის 300,000 ლარი, ხოლო თუ 2 მეგავატზე ქვემოთ ხარ არის 60,000 ლარი. რამხელა განსხვავება არის, წარმოიდგინეთ, თუნდაც მარტო ამ საკითხში. ამ პატარა სადგურები და ეს დიდი სადგურები ერთ კალათაში თუ ექცევიან, რა თქმა უნდა, ტარიფი არასწორი არის. შესაბამისად, მგონია რომ აუცილებლად კარგი იქნება თუ მესამე აუქციონი ჩატარდება და ამ მესამე აუქციონის ჩატარების დროს ეს 2 მეგავატიანი სადგურები და 2 მეგავატის ზემოთ სადგურები აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ის რომ ჰიდროს ნაწილში დადგენილი ტარიფი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის, ამას ადასტურებს ჩვენთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია ბემონის მმართველი პარტნიორი. მისი თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბოლო წლების განმავლობაში გაძვირდა. 1 მეგავატის მშენებლობა დღეს თითქმის $2 მილიონი ღირს, როცა რამდენიმე წლის წინ მისი ღირებულება $1,200,000 იყო. გიორგი მირცხულავა ვარაუდობს, რომ CFD აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული კომპანიების 30-40% ეგრეთ წოდებული ქაღალდის ინვესტორები არიან, ანუ მომავალში სავარაუდოდ ისინი პროექტებს გადაყიდიან. მირცხულავას თქმით, ამ ნაწილში სახელმწიფოს ხისტი პოზიცია უნდა ჰქონოდა და კომპანიებთან მემორანდუმი არ უნდა გაეფორმებინა კონკრეტული გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია ის, რომ დადგინდა ტარიფი, რომელიც რეალური ინვესტორებისთვის მისაღები არ არის. დეველოპერები უყურებენ ამ ციფრებს, ხვდებიან ამ ციფრის პრობლემას და შემდეგ უყურებენ, თქვათ, დადგენილ ტარიფს და ფიზიკურად მოდინებაზე ასე ვთქვათ, გაკეთებული ჰესების ძალიან დიდი პრობლემაა. თუ შეუძლებელია ამ ტარიფით, ჩემი აზრით, მე რასაც ვისმენ, მუშაობა რაღაცა ჯგუფი ან პიროვნება იგებს რაღაცა ტენდერს, ამაში წარადგენს არარეალური ფასს შეთავაზების და შემდეგ ხდება ამის ფლობელი, მე მეორად ბაზარზე დარბის და ცდილობს ამ ფურცლის გაყიდვა, რომ აი მე პროექტი მაქვს მოგებული, ამად და ამ ფასად და იქაც პრობლემები აქვს. მეტი სიხისტია ალბათ სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, რომ ის ინვესტორები, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ პროექტი რეალურად განახორციელონ და ტექნიკურადაც არ ესმით, თქვათ, რას ეჭიდებიან, არ იქნან დაშვებული ასეთ აუქციონებზე. ჩვენ იმას უნდა ვაცნობიერებდეთ ალბათ სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ ისეთი ტარიფი, რომელიც აი მსგავსი, ასე ვთქვათ, აქტორების მონაწილეობით დადგინდა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, გადახედილი უნდა იყოს. დადგენილი ტარიფით კმაყოფილები არ არიან არც ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურები, თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, პირდაპირ მოლაპარაკების გზით უწყებაში ამ დროისთვის წარმოდგენილი 435 განაცხადი, აქედან მზის 251, ჰესის 133, ხოლო ყველაზე ცოტა ქარის სადგურებია, რომელზეც 61 განაცხადია სამინისტროში შესული. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებამ მიღებული განაცხადები უნდა განიხილოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ 3 თვით. მათივე თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა ყველა წარმოდგენილი პროექტის დოკუმენტაციების განხილვა და დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მადლობა, ანუკა ჯოხაძე იყო.